მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ობიექტივს, უსმენთ რადიო ობიექტივს და ეთერში გადის გადაცემა ჩინური პანორამა. მე ბორის მანჟუკოვი გახლავართ და დღეს ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ყავს საკმაოდ საინტერესო ადამიანი, არის სოციოლოგი, არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ალექსანდრე ცაგარელი. გამარჯობა ბატონო ალექსანდრე. მადლობა მოწვევისთვის და ინტერესებისთვის. მიხარია რა თქვა. დიდი მადლობა თქვენ რომ დათანხმდით ჩვენთან მოსვლაზე და მე მოვახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს რადიო მსმენელებს ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას. ის ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას, ჩინეთის გამარჯვებას იმპერიალისტურ იაპონიაზე, რომელსაც შეუსრულდა ზუსტად რომ 80 წელი რამოდენიმე დღის წინ და ასევე მეორე ნაწილი ჩვენი გადაცემისა მიეძღვნება კონფერენცია, საკმაოდ საინტერესო კონფერენცია, საკმაოდ საინტერესო ღონისძიებას, რომელიც ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში 25 და 26 სექტემბერს და ის კონფერენციაც მიძღვნილი იქნება აი ამ უდიდეს გამარჯვებას, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას. ასე რომ ჩვენ დღეს გველის საკმაოდ საინტერესო საუბარი, საკმაოდ საინტერესო გადაცემა, მაგრამ მანამდე მოდით ვნახოთ პატარა 5-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს აი მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა ჩინეთსა და იაპონიას შორის მე-20 საუკუნის 1945 წელს უბრალოდ მოდით ვნახოთ დაუთმოდრო ეთერი. ეს არის იასუძი აკამურა, იაპონური ექსპედიციური არმიის სარდალი ჩინეთში. 80 წლის წინ მან უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი კანკალით მოაწერა, მაგრამ სიკვდილის საათამდე ვერ მიხვდა. რატომ ვერ შეძლეს ბომბდამშენებმა და ქვემეხებმა ჩინეთის ფეტვისა და თოფების დამარცხება? იაპონია ოდესღაც ამაყობდა, რომ ჩინეთს 3 თვეში დაიპყრობდა, მაგრამ ამის ნაცვლად 14 წლიან წინააღმდეგობის ომში ჩაეფლო და მისი ლირფი ოცნებები დაიმსხვრა. რა არის ჩინელი ხალხის გამარჯვების საიდუმლო? სამშობლოს მიმართ უდიდესი ერთგულება? თავგანწირვა, ურყევი-რწმენა? ყველაზე მთავარი პასუხი მარტივია, როგორც თვით სიმართლე. ბოროტება ვერ შეძლებს სამართლიანობის დამარცხებას. სიბნელე ვერ დაჩრდილავს სინათლეს. რეაქციონერები ვერ შეაჩერებენ პროგრესს. როდესაც ჩინელი ერი განადგურების ზღვარზე აღმოჩნდა, ყველამ ჩაისუნთქა და დაიღრიალა. აღმართა დიდი კედელი ხორცისა და სისხლისგან, რათა ერის ღირსება აღედგინა. გადაერჩინა საერთაშორისო სამართალი, რომელიც განადგურების ზღვარზე აღმოჩნდა. მდინარე ხუანხეს ყვირილი ოკეანეებში გაისმა. საბჭოთა მოხალისე მფრინავები ცაში არწივებივით აფრინდნენ. ამერიკელი მფრინავი ვეფხვები კი ჰიმალაის უზის მხრიდან უტევდნენ. მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან მეორე მსოფლიო ომის მთავარ აღმოსავლურ ფრონტზე სისხლისგან იცლებოდნენ. თუმცა ანტიფაშისტური ბრძოლის ისტორიაში ინტერნაციონალიზმის სიმფონიის შექმნა შეძლეს. 80 წლის შემდეგ მსოფლიო სწრაფ ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო ქაოსით და წინააღმდეგობებითაა სავსე, ხოლო მშვიდობა და უსაფრთხოება კვლავ საფრთხეშია. შესაძლოა, რომ ჩინელ ერს დიდი აღორძინების გზაზე მხოლოდ შტორმის ქარები კი არა, არამედ რთული გამოცდის ქარიშხლებიც კი ელოდება. მაგრამ ჩინელ ხალხს თავი ოდესმე დაუხრია? 80 წლის წინ მებრძოლები ფესვებს ჭამდნენ და გაყინულ მიწაზე ეძინათ, თუმცა მაინც შეძლეს სასტიკი მტრის გაძევება. დღევანდელ ჩინეთში პროგრესის თალღაზე ყველა სექტორი ვითარდება. ხალხის ერთობით გამოწრთობილი იმ დრაკონის მსგავსად, რომელიც წინ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ის ფოლადის ჯაჭვებით არის შებოჭილი, ეს მას მხოლოდ გააძლიერებს და გაუტეხელ ხერხემალს შეუქმნის. ჩინეთის ახალი ძალის თითოეული მარცვალი მსოფლიოს იმედის თითოეულ მარცვალს აძლევს. გაურკვევლობის ეპოქაში ჩინეთი სტაბილურობისა და სინათლის სიმბოლოა. ისტორიის სვლაკი დაუნდობელი. ვინც მასთან ერთად მიდის, ის აყვავდება. ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ის დაიღუპება. დავუბრუნდეთ ჯუნგლების კანონს, ძალა არის სამართალი. თუ შევინარჩუნოთ მრავალ მხრივი წესრიგი.
1.4 მილიარდმა ჩინელმა იცის პასუხი. საღად მოაზროვნე ადამიანებმა მთელ მსოფლიოშიც გააკეთეს თავიანთი არჩევანი. ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიას არა იმისთვის, რომ მტრობა დავთესოთ, არამედ იმისთვის, რომ წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით უკეთესი მომავალი ავაშენოთ. გავასწოროთ ზურგები და გვერდი-გვერდი, ერთად ახალი სამყაროს განთიაც შევხვდეთ. ესეთი მოკლე დოკუმენტური კადრები იყო ჩვენს ეთერში, ეს რგოლი იყო მომზადებული თვითონ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ნათარგმნი ჩვენს მიერ ქართულ ენაზე და ეძღვნებოდა 80 წლის თავს იმ გამარჯვებიდან იაპონიის იმპერიალისტურ იაპონიას. მან დავიწყოთ აი გავიხსენოთ ზუსტად რომ ისტორია 1931 წელი, როდესაც დაიწყო ომი და ის პირველი შეტაკება, ის პირველი სისხლის ღრა, რომელიც განიმართა ქალაქ შენიანთან რკინიგზაზე 18 სექტემბერს მოხდა ეს ამბავი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ საბოლოო ჯამში რა გახდა აი ამ ომის დაწყების მიზეზი და ქალაქ შენიანში აი ამ ინციდენტის მიზეზი? მოგესალმებით, ნამდვილად საინტერესო დოკუმენტურ ვიდეოს უყურეთ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ომის საშინელებები. როგორც აღნიშნეთ დასაწყისში, ცოტა ხნის წინ 80 წლის თავი ომის დასრულების იქნა აღნიშნული, როგორც ცოტათი ადრე ევროპაში, ასევე აღმოსავლეთ ფრონტზე, უშუალოდ ჩინეთში და ცხადია ეს დღეები გვახსენებს როგორც სიხარულს ამ დღეებისა, ასევე იმ ტრაგედიას, რომელიც სახდა იქამდე მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს და მათ შორის შეიძლება არა უფრო დიდი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთში ჩინეთს და ასევე სხვა ერებს, რომლებიც აზიაში ცხოვრობენ. მართალია, რომ არსებობს ესე ვთქვათ აკადემიურ წრეებში საუბარი, რომ მეორე მსოფლიო ომი არა, ესე ვთქვათ 39 წელს და იქნა დაწყებული, არამედ როგორც მინიმუმ 37 წელს, სხვადასხვა თარიღია, ზოგი 34 წელი, ზოგი 31 წელი საუბრობს, რადგან თუ გლობალურად განვიხილავთ, აი ეს იაპონიის აგრესიაც არ იყო ამ ლოგიკიდან ამოვარდნა, ეს არ იყო ერთეული თუნდაც საშინელი შემთხვევა ომების, არამედ ის იყო ამ ეპოქის ყველაზე ბნელი ძალების შეტევა მშვიდობაზე, თანაცხოვრებაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ, ხო, როგორც დასავლეთში და ცოტათი უფრო ადრე ეს დაიწყო იაპონიაში და ეს განსხვავდებოდა, ესე ვთქვათ, ეს არ იყო ჩვეული თუნდაც იმპერიალისტური ომი, რომელიც ვთქვათ მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისს ახასიათებდა, ხო, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით დამახასიათებელი, რადგან ამასთან ახლდა დამატებითი იდეოლოგია, ფაშიზმი, ან მისი სხვადასხვანაირი გამოვლინებები ევროპაში და იაპონიაში და ზუსტადაც იაპონური თავდასხმა ჩინეთზე და აზიის სხვა ქვეყნებზე ეს იყო აი ამ საშინელი იდეოლოგიის აღზევება, რომ რომელიმე ერს ჰქონდა განსაკუთრებული უფლებები და ესე ვთქვათ უპირატესობები სხვა ერებზე სხვადასხვა მიზეზის გამო, ასე ჯეროდა მაშინდელ იაპონურ ხელმძღვანელობას, იმპერატორს, მათ მთავრობას, სამხედრო ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისე არ იყო, როგორც არც გერმანიაში და არც იტალიაში, რომ ადგილზე წინააღმდეგობა არ ქონდათ მათ. რა თქმა უნდა, იყო იაპონიაში საღი აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ამას წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ბნელმა ძალებმა გაიმარჯვეს და შემდეგ მოხდა ესეთი მრავალი სასტიკი უბედურებები, ალბათ ყველაზე ცნობილია ესეთი აღმოსავლეთიდან რაც არის ნანკინის ტრაგედია არის, რომელიც სამწუხარო არის, რომ საქართველოშიც ნაკლებად არის ცნობილი, ჩვენ ბევრი ვიცით და ძალიან კარგია რომ ვიცით ჰოლოკოსტის შესახებ და სხვა ტრაგედიების შესახებ, რაც ევროპაში მოხდა, რომ ის ყოველთვის გვახსოვდეს, რა შეიძლება მოიტანოს ესეთმა იდეებმა, მაგრამ
ასეთივე უბედურებები, რომელიც მოხდა აზიაში, ჩვენ არ ვიცით და თანამედროვე სამყაროში და ამ ვიდეოშიც სწორედ აქცენტი ამაზე იყო გაკეთებული, როდესაც არის ესე ვთქვათ დაპირისპირებების საფრთხე გეოპოლიტიკურ ჭრილში თუ სხვადასხვა ჭრილში აუცილებელია არ დაგვავიწყდეს რა გამოვიარეთ 80 წლის წინ და 90 წლის წინ ჯერ კიდე ესე ვთქვათ ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ადამიანები რომლებიც ამის მომსწრები რეალურად ისტორიულ დროში ძალიან ცოტა ხანი გავიდა ანუ დიდი ისტორიულ დროისთვის ეხა 90 წელი ეს არაფერი არ არის და აუცილებელია რომ ეს მეხსიერება მუდამ მქონდეს კი თქვენ ბრძანეთ რომ არის სხვადასხვა ვერსიები მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით და ალბათ უფრო ჩემი აზრია ეს აი თქვენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით კი ბატონო 31 წელი იაპონიის შეჭრა ჩინეთში შემდეგ 35 წელი როდესაც იტალია შეიჭრა ეთიოპიაში შემდეგ ეს ექსპანსია გერმანიის 30-იანი წლების ბოლოს ზუსტად აი ამ ყველაფერმა ალბათ ერთობლიობაში შექმნა აი ეს ფონი და ის ტრაგედია რომელიც დატრიალდა აი მე-20 საუკუნის შუა წლებში და რომელიც შემდეგ უკვე გადაიზარდა აი ამ მეორე მსოფლიო ომში ასე რომ ალბათ სამივე აი ამ ქვეყნის გერმანიის, იაპონიის და იტალიის ერთობლივი მოქმედება შეიძლება ისე ვთქვათ შემდეგ გაერთიანდა და აი ესეთი უბედურება მოუტანა მთელ მსოფლიოს და ჩინეთში მხოლოდ ჩინეთის მხარეს თუ ავიღებთ იაპონიის შეჭრის შედეგად მხოლოდ ჩინურ მხარეს დაიღუპა ესე იგი 20 მილიონი ადამიანი ხო როგორი მართული წარმოსადგენია და მოდით ვთქვათ მაშინ აი თუ ამაზე ვლაპარაკობთ აი ამ ნანკინის ტრაგედიამდე სანამ მივალთ მანამდე ჩვენ ვსაუბრობთ აი შინიანის რკინიგზის აფეთქება და შემდეგ ექსპერტების ჩასვლა გაირო მაშინ არ იყო ერთა ლიგა და ჩავიდნენ ექსპერტები შეისწავლეს თუ რა მოხდა აღიარეს მართლაც რომ იაპონია არის აგრესორი 42 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს შესაბამისი დადგენილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც საბჭოთა კავშირმაც იმჟამინდელმა ხელისუფლებებმა გააკეთეს შესაბამისი განცხადებები მაგრამ სერიოზული რეაგირება მაგაზე მაინც არ მოხოლია და აი თქვენ როგორ ფიქრობთ დამნაშავეა თუ არა მაინც საერთაშორისო თანამეგობრობა ის რომ გაგრძელდა აი ამ ფაშიზმის განვითარება და შემდეგ მიიყვანა საბოლოო ჯამში აი ამ სისხლისმრამდე ნამდვილად ესე იგი ეს ტრაგიზმი ამბობენ ხოლმე რომ ისტორიას თუ პირობითობა არ უყვარს მაგრამ ეს ტრაგიზმი ალბათ ეს ომი არ არის გამორიცხული შესაძლებელი იყო თავიდან ყოფილიყო არიდებული უფრო პრინციპული ყოფილიყო მაშინდელი მსოფლიო იმიტომ რომ თანამედროვე არქივებიდან ცნობილია რომ 34 წლისთვის ბრიტანელებმა ზუსტად იცოდნენ რომ ეს თქვა იაპონიის მაშინ უკვე აგრესია და ოკუპაცია ჩინეთის ნაწილისა ეს არ იყო რეგიონალური კონფლიქტი არამედ იაპონიას ჰქონდა ძალიან შორს მიმავალი გეგმები ნაწილი რაც გაცხადებული იყო უკვე მათ მიერ ამ მილიტარისტური იმპერიის მიერ, მაგრამ ნაწილი რაღაცები რაც არ იყო ცნობილი და მიუხედავად ამისა, გადაწყვიტეს, რომ ესე ვთქვათ, დიდი ძალისხმევა არ გაიღოთ, მიეჩუმათებინათ და მე უკვე ევროპაში ცნობილია ხო, მიუნხენის კონფერენცია, როდესაც ასევე აგრესია გერმანიისა იქნა აღიარებული რაღაცა ლეგიტიმურად და მათ დაუკანონეს პრინციპში საკუთარი აგრესია ხო და ასევე იყო სწორედ ჩინეთთან მიმართებაშიც ხო ხა მართალია ჩინეთი თავისი ზომიდან გამომდინარე სრულად ვერ იქნა ოკუპირებული მაგრამ ნუ მისი ალბათ ყველაზე განვითარებული მოსახლეობით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილები პირდაპირ მოექცა აგრესიის მათ შორის შანხაი და სხვა ქალაქები მოექცა აგრესიის ქვეშ და შეიძლება ისიც ვთქვათ რომ ისე თუ პირობითობით თუ ვისაუბრებთ რომ სწორედ ჩინეთში აი ამ 31 წლის 31 წლიდან დაწყებული მოვლენები გაჩერებული რო ყოფილიყო შეიძლება მეორე ანუ დასავლურ ფრონტზე ევროპაშიც არ მიგვიღო ის უბედურებები რაც დატრიალდა საბოლოო ჯამში ხო
და ეს შემთხვევითი არ იყო, რომ გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ, გერმანია და იტალიამ თუ რაღაცა უფრო მსგავსი იყო მათი იდეოლოგიური კონსტრუქტები, მაგრამ ამ ორმა ქვეყანამ იაპონიასთან იპოვა შემდგომ ძალიან კარგი მოკავშირეობა და ესე ვთქვათ საერთო გეგმები დასახეს, მათ შორის აზიის გაყოფასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს იყო მათი ესე ვთქვათ მსგავსი დამოკიდებულება სხვა ერებისადმი, ესე ვთქვათ, ქედმაღლური, ჩაგვრელი მე არ მინდა ეხლა რომ უტრირება გავაკეთო რომ თანამედროვე სამყაროში იმ ხელაუბედურებებს ხედავთ როგორც მეორე სოფლიო ომის დროს თუნდაც მისი უფრო ხანგრძლივ ვარიანტში თქვით 31 წლიდან ცხადია ესეთი ამ მასშტაბის არ არის უბედურებები მაგრამ ნუ დღესაც ხედავთ ჩვენ რომ თქვით ახლო აღმოსავლეთში კერძოდ პალესტინაში აი ესე თქვით უმოწყალო არის დამოკიდებულება ისრაელის სახელმწიფოსი მე ვერ ვიტყოდი რომ აქ უფრო მეტად არის რაღაცა სახელმწიფო და ხალხი, იმიტომ რომ მეორე მხარეს პრაქტიკულად არც არსებობს ესე ვთქვათ სახელმწიფოებრივი ორგანიზება, ხო ძალიან სუსტი არის ის პალესტინის სახით და ხედავთ რომ იმის მაგივრად რომ მთელი სოფლიო მემართული იყოს ამის შეჩერებისკენ ну თითქმის არაფერი არ კეთდება ამისთვის და ეხაც ანუ ჩვენ თვალწინ ხდება ღმერთმა არქნას ის ხდებოდეს რაც თქვა 31 წელს დაიწყო იაპონიამ ჩინეთში მაგრამ ყველანაირი აგრესია რომელიც ესე ვთქვათ აი აბსოლუტურად ცალმხრივი არის და ყველანაირი იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ვიღაცამ იკითხოს რომ თქვა უკრაინის შემთხვევაშიც აგრესია და ასე შემდეგ ხო ანუ განსხვავება ვთქვა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთ კონფლიქტ შორის ის არის რომ ანუ წარმოიდგინეთ რომ უკრაინას რა ვიცი ნახევარი მსოფლიო მაინც რაღაცა ფორმით უდგას მხარში და რაღაც ნაწილი თქვათ რუსეთს უფრო სიმპათიზირებს ხო და იქ პრაქტიკულად ნუ თითქმის რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის გარდა პრაქტიკულად ყველა არის ან გაჩვენებული ან ისრაელის მხარეს ხო ანუ ესეთი ტრაგიზმების სერიოზულად არ მიღებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია შემდგომში უკვე მთელი აღმოსავლეთ ჩინეთის ოკუპაცია იქ რაღაცა სატელიტური სახელმწიფოს დაარსება მანჯურიის სახით და ნუ როგორც ეხლა უფრო მეტად ირკვევა მათ შორის ეს არ არის მხოლოდ ჩინელი მეცნიერების არამედ უამრავი ამერიკელი ბრიტანელი მეცნიერის დასკვნებით ენით აღუწერელი რაღაცა ექსპერიმენტები ტარდებოდა ადამიანებზე ხო ანუ ჩვენ რაც ვიცით თქვათ ჰოლოკოსტის შესახებ არანაკლები თუ არა მეტი გამოიარა ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციების მაცხოვრებლებმა, რომელიც დღემდე ისე კარგად არ არის ცნობილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესე იგი ისტორიის ამ ხარის გამომზეურება მიზნად არის სახავს ესე თქვათ კიდევ ერთხელ თქვათ ეხლა იაპონელი ხალხის დადანაშაულებას. არამედ იმას რომ გავიხსენოთ რომ ესეთი შეცდომები რომელიც საბოლოოდ ტრაგედიებში გადაიზარდა და უბედურებებში შეიძლება რომ ისევ დაგვემართოს და ამისგან თავდასაზღვევად გვჭირდება ჩვენ სწორედ ისტორიის გახსენება რომლის სადმითაც ალბათ ვისაუბროთ ჩვენ კიდე იქნება მიძღვნილი ჩვენი კონფერენცია. კი, კონფერენციაზე აუცილებლად ვისაუბროთ, მაგრამ არ შეგვიძლია ჩვენ როცა საუბრობთ ჩინეთსა და იაპონიას შორის აი ამ დაპირისპირებაზე არ ვთქვათ ჩვენ ვთქვით ნაწილობრივ, მაგრამ უფრო არ დაწვრილებით არ ვილაპარაკოთ ნანკინის ტრაგედიაზე. ნანკინი იყო ჩინეთის იმ ჟავინდელი დედაქალაქი და აი 27 წლის დეკემბერში იაპონური ესე იგი სამხედრო ძალები შევიდნენ ნანკინში და აი კვირების განმავლობაში ხოცავდნენ სრულიად უმოწყალოდ მოსახლეობას
აბსოლუტურად დანაშაულო მოსახლეობას, ეს არ იყო მხოლოდ სამხედრო ადამიანები, არამედ ქალებს, დღეს წავიკითხე სხვათა შორის, როდესაც გადაცემისთვის ვემზადებოდი, რომ 80,000 თანამედროვე ახლა მონაცემებით, ისტორიკოსების შეფასებით, რომ დაახლოებით 80,000 ქალბატონამდე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ გაუპატიურებულები იაპონელი ჯარისკაცების მიერ, რაღაც აზარელია და 300,000 ადამიანი მხოლოდ ნანკინში, ესე იგი უმოწყალოდ დახოცეს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ასეთი კი მე დასაჯეს გამოიძიეს იქ ბატონი ამერიკელი ჟურნალისტი იყო თუ არ ვცდები ჯონ მაკგი, რომელმაც გამოიტანა ეს ინფორმაციების აბუთები და ბევრი რაღაცა მისი წყალობით მე თქვათ მოხდა აი სამართლიანობის რაღაც ნაწილობრივ აღდგენა თუ ამას შეიძლება რომ დავარქვათ სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ 300,000 კაცს რომ შენი ბრძანებით რომ დახოცავ ახლა რა სამართლიანობაზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ის გენერლები და ის ხელმძღვანელობა იაპონიის არმიის შემდეგ ტრიბუნალის სამხედრო ტრიბუნალის შემდეგ დასაჯეს სიცოცხლის, ესე იგი სიკვდილით დასაჯეს და მაინც თქვენ თუ როგორ ფიქრობთ, აი ესეთი უმოწყალო ესე იგი დამოკიდებულება აი ამ ნანკინში მცხოვრები უდანაშაულო ბავშვებისადმი, ქალბატონებისადმი, აი რა იყო ამის მიზეზი? განა მარტო ფაშისტური იდეოლოგია იყო თუ რაღაცა სხვა, აი აგრესიის ეს აგრესია რამ გამოიწვია თქვენი აზრით? დიახ, ესე იგი, როგორც ცნობილი არის, როგორც მინიმუმ 300,000 ადამიანი იქნა მოკლული, თან რამდენიმე ტალღად, რაღაც 2-3 ტალღად განხორციელდა, ანუ მასობრივად ამ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება. გაცილებით მეტი იქნა არა მხოლოდ უბრალოდ ესე ვთქვათ დაშავებული მოვლენების დროს, არამედ მიზანმიმართულად ვინც არ იყო მოკლული, ზოგს კვეთავდნენ ფეხს, ზოგს ხელს და ასე შემდეგ, ხო, ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა. ბევრი მათგანი ასევე აქედან ნანკინიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკის მსგავს ტერიტორიაზე, უტარდებოდა სხვადასხვანაირი ექსპერიმენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მესმის შეიძლება მძიმე იყოს მოსასმენად მაყურებლისთვის, მაგრამ ეს სამწუხარო ისტორიაა ჩვენი. ესე იგი რომ არ შევიდეს და რაღაცა დამატებით ძალიან ფსიქოლოგიზმში, იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვანაირი, არ ვიცი, ექსპერიმენტი და თეორია, რომ ადამიანს აქვს სამწუხაროდ ესეთი ბუნებაც, რომელიც თუ საშუალება მიეცია მის გამოვლენის, შეიძლება მან გამოავლინოს, ხო, ესეც ცნობილი სტენფორდის ექსპერიმენტია ციხის ჯალათებისა და პატიმრების შესახებ, რომელიც სტუდენტებში ჩაატარეს და რამდენიმე დღეში, ესე ვთქვათ, შეწყვიტეს იმის გამო, რომ აი ეს როლებში ისე შევიდნენ ჩვეულებრივი სტუდენტები, რომ დაიწყეს ესე ვთქვათ, ზედამხედველებმა პატიმრების პირობითი პატიმრების წამება, ხო? მე ხა არ მინდა რომ ამ კუთხით წავიდე, იმიტომ რომ შორს წაგვიყოს ეს ძალიან ანთროპოლოგიური რაღაცა მჯელობა, მაგრამ ალბათ მთავარი ეს დიახ იყო ამას ცხადია ხა თქვა ჩინეთსა და იაპონიას შორის რაღაცა ისტორიული მეტოქეობა ახლდა, ისევე როგორც დასავლეთში ამას ჰქონდა რაღაცა თავისი, თქვა გერმანიის შემთხვევაში ჰქონდა თავისი ისტორიული წინამძღვრები, მაგრამ ამ განსაკუთრებულობას ახასიათებდა ალბათ ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი რაღაცა ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში დაბადებული იდეა, როდესაც საუბრობდნენ რომ რაღაც ერთი ერი არის უფრო მაღლა ვიდრე მეორე ერი და ამიტომ აქ უფლება რომ სხვა ერებს მოექცეს როგორც არა ადამიანებს ან ადამიანამდე განვითარების მქონე რაღაცა სხეულებს. სწორედ აი ეს დამოკიდებულება იყო, რამაც მიგვიყვანა და ასევე ამ ტექნოლოგიურმა განვითარებამ საშუალება მისცა აი ამ ქვეყნებს, რომ უფრო მასობრივად ეწარმოებინათ ესეთი
იარაღის და მათ შორის ანუ უფრო ორგანიზებული ყოფილიყო ძალადობა, ხო? როდესაც საუბარი არის 300,000 ადამიანის ერთ ქალაქში მხოლოდ მოკლაზე და კიდე უფრო მეტის ესე ვთქვათ, ან საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანაზე ან მათ დასახიჩრებაზე, ესე ამას ჭირდება ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა და ორგანიზება და აი რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, კაცობრიობის რაღაცა სიკეთეები, რომელიც ვთქვათ, ინდუსტრიულმა რევოლუციამ მოიტანა, ძალიან მალე ადამიანმა გადააქცია მათ შორის დაშინების, ძალადობის და სიკვდილის იარაღად, ხო? იგივე მოხდა, ვთქვათ, ევროპაშიც, როდესაც ესეთი რაღაცა გამოგონებები, როგორც ხო რკინიგზა და სხვა, პირდაპირ ესე ვთქვათ, ემსახურებოდა ძალადობას და აი ამ უბედურებებს. ამიტომ და ალბათ რაც ჩვენ აღნიშნეთ, ხო, ესე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნების არარსებობა რაღაცა საერთო პრინციპებისადმი, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც დღევანდელ დროსთან ალბათ რაღაცა კავშირს პოულობს, რომ აი რაღაცა საერთო პრინციპების არ ქონა, რომ თუ რაღაცა მიუღებელია ერთგან, ის უნდა იყოს მიუღებელი მეორედგან. თუ რაღაცა მიუღებელია ერთი ერისადმი, ის უნდა იყოს მიუღებელი მეორესადმი, ხო? აი ამ ესე ვთქვათ, ფრაგმენტაციამ თუ გახლეჩილობამ მიგვიყვანა სწორედ აქამდე. მას შემდეგ სწორედ აი ამაზე აღმოცენდა რაღაცა საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერო, უშიშროების საბჭო და ასე შემდეგ, ხო? ჩინეთი ოდნავ მოგვიანებით გახდა უშიშროების საბჭოს წევრი და რამდენიმე ქვეყანა საერთიანებს და ყოველწლიურად კიდე არიან დროებითი წევრები, ხო? მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ღირებულებების და პრინციპების გადახვევამ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან გააჩინა ეხაც ეს დიფუზია ქვეყნებს შორის თუ საერთაშორისო სისტემაში, რომ რაღაცა ქვეყნების მხრიდან აგრესია ან რაღაცა ქმედი ან პირიქით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა შეიძლება იყოს აღქმული როგორც დანაშაული, რაღაც ქვეყნებისთვის ეს მისაღებია, ხო? ვიღაც ქვეყნებს შეუძლიათ რაღაცა საკუთარი შეხედულების გამო შეიჭრნენ რაღაც ქვეყნებში, ვიღაცებს არ შეუძლიათ. აი ეს არის ალბათ ყველაზე საშიში, რაც თანამედროვეობაშიც ვლინდება და ხო თავის ადგილს პოულობს სამწუხაროდ. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად აი ამ რთული და დიდი განსაცდელებისა, ჩინელი ხალხი ნამდვილად არ გატყდა. საკმაოდ დიდი ბრძოლები გაიმართა შანხაიზე, ვისაუბრეთ ჩვენ მაგაზე, უხანის დასაცავად რამოდენიმე თვე იცავდა ჩინეთის არმია უხანს იყენებდა იქაური რელიეფის უპირატესობას, რადგანაც კარგად იცოდა იქაური ესე იგი ეს რელიეფი და ყველაფერი და მიუხედავად ამისა, მაინც იაპონიამ შეძლო უხანის აღებაც, პეკინის აღებაც, შანხაის აღებაც და მიიწევდა წინ. თუმცა აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მომენტი იყო აი გარდამტეხი მომენტი, როდესაც ვთქვათ, კი გასაგებია რომ ჩინეთი არის უზარმაზარი სახელმწიფო, უზარმაზარი ტერიტორია და იაპონელებს უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეეძლოთ აი ამ მთლიანად რესურსებით, თავიანთი რესურსებით აი ამ ტერიტორიების გაკონტროლება, ხო? მithumeც მაო ძედუნმა ვთქვათ აირჩია პარტიზანული ომი, მიდიოდნენ რაღაც პატარა პროვოკაციებს საწობდნენ პარტიზანები, უცებ ესროდნენ იაპონელებს და შემდეგ შანგაიშს კიდევ უფრო გომენდანის პარტიას კიდევ უფრო სხვანაირი ტაქტიკა ჰქონდა, ну მოკლედ ასე თუ ისე მაო ძედუნი და ჩანგაიში გაერთიანდნენ იმ პერიოდში აი ამ ტრის დასამარცხად და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გახდა ეს გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჩინეთმა შეძლო და დაიწყო აქტიურად იმპერიალისტური იაპონიის დამარცხება? მე მგონი
თქვენც ახსენეთ უკვე პასუხი. მე ვფიქრებ, რომ აი ეს ჩინელი ერის რაღაცა ორი უბრალოდ ცხადია ჩინელი ერის წარმომადგენელი იყო ორივე მხარე. აი ამ ორი მხარის გაერთიანება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ეროვნული ესე ვთქვათ ერთობა, რომელიც მიუხედავად მათ შორის არსებული ძალიან დიდი განსხვავებებისა შეხედულებებში, მათ შორის დაპირისპირებაშიც იქამდე, საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დამსკლომდე, რომ რაღაცა ღირებულებები უფრო ფასეულია, მათი სამშობლო ადამიანების მშვიდობა და სიცოცხლე უფრო ფასეულია, ვიდრე თუნდაც მათ შორის განსხვავებები და ესე ვთქვათ ნაციონალისტურ ფლანგსა და ესე ვთქვათ ძირითადი წინააღმდეგობის მოძრაობა ჩემი აზრით იყო კომუნისტური, მაგრამ მიუხედავად ამისა ცხადია ნაციონალისტებს ჰქონდათ მათ შორის ყავდათ გამოცდილი სამხედრო კადრები და ასე შემდეგ. ანუ აი ამ ორი ძალის გაერთიანება საერთო მიზნისკენ, ჩინეთის გათავისუფლებისკენ, ალბათ ეს იყო ყველაზე გარდამტეხი მომენტი და მეორე ამბავი, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, ეს არის სხვა ქვეყნების, პირველ რიგში ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა, ასევე იაპონიასთან ბრძოლაში პერლ-ჰარბორის შემდეგ და აი ამ სწორედ აი ჩემთვის მეორე სოფლიო ომის ყველაზე დიდი მონაპოვარი შეიძლება იყოს ეს, რომ ერთის შეხედვით დღევანდელობაში ძალიან განსხვავებული ზოგჯერ ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა, ერთმანეთთან ხიდების გადება, როგორც საბჭოთა კავშირმა და თქო ამერიკის შეერთებული შტატებმა, ჩინეთმა და ამერიკამ, საბჭოთა კავშირმა და ასე შემდეგ ბრიტანეთმა და შეძლეს საერთო ძალისხმევის მიმართვა ესე ვთქვათ უზარმაზარი მტრისადმი, რაც იყო ფაშიზმი, რაც იყო მილიტარისტული ვთქვათ იაპონია და ასე შემდეგ. ხო, აი ამ საერთო ძალისხმევა და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ასევე თუნდაც ჩინეთის შემთხვევაში, როგორ იყო კავშირები თუნდაც ამერიკულ მხარესთან, როგორ იყო საბჭოთა კავშირთან, ანუ აი ამ საერთო ძალისხმევამ ცხადია საბოლოო ჯამში ითამაშა გადამწყვეტი როლი, გარდამტეხი როლი, იმიტომ რომ წიაღის შემთხვევაში ბევრად დიდი ხანი გასტანდა ეს ომი, ბევრად დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევდა ჩინეთს, იმიტომ რომ მათ ტერიტორიაზე იყო ეს ბრძოლა და სხვა ქვეყნებსაც, რომ საკუთარი თავი გაინთავისუფლებინა, ხო? და აი ამ თანამშრომლობები ისევ რომ დაუბრუნდნენ დღევანდელობას, ჩემი აზრით არის ყველაზე კარგი სიმბოლური აღმნიშვნელი, რომ აი თუნდაც თანამედროვეობაში ხა ყველაზე ისეთი გეოპოლიტიკური დაპირისპირება აღიქმება ჩინეთსა და ამერიკას შორის და ცხადია არსებობს დაპირისპირებები ჩინეთსა და ამერიკას შორის და კონკურენცია ცხადია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს სულისკვეთება, რომ საერთო ძალისხმევა იყოს მიმართული სოფლიოში მშვიდობისადმი და გარკვეული მიზნებისადმი, ეს არის ალბათ ყველაზე სასურველი რეალობა მთელი სოფლიოსთვის, რომ ორმა ყველაზე განვითარებულმა და მდიდარმა ქვეყანამ და სხვა ქვეყნებმაც შეძლონ გადააბიჯონ აი ამ რაღაცა ძალიან ვიწრო და ინტერესებს და უფრო დიდისკენ იყვნენ მიმართული, ხო? და მე შეიძლება ვთქვათ, რომ ბატონი სი ძინპინი, ჩინეთის ლიდერი ხშირად ლაპარაკობს ამაზე, ძალიან ბევრ გამოსვლაში აქვს ნათქვამი ზუსტად. აი ეს რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოფლიოში იყოს მშვიდობა და ხალხისოთ ყველგან მშვიდობა, მხოლოდ სიკეთე, მხოლოდ სიყვარული, ეს არაერთხელ აქ ნათქვამი. მე ვიტყოდი, რომ ეხა არ მინდა რაღაცა ამ იმასე შევიდე, რომ აი რომელი უკეთესი და უარესი და ასე შემდეგ, მაგრამ აშკარად ვიტყოდი, რომ ყოველ შემთხვევაში ამ წუთში მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს საკუთარი სუვერენიტეტის მხრივ პრობლემა დღემდე ჯერ აქ ტაივანს გულისხმობ, მათი პოლიტიკა ბევრად მიმართული არის ყოველთვის ამერიკასთან და სხვა ქვეყნებთანაც, მაგრამ ამერიკასთან როგორც მთავარ ესე ვთქვათ რაღაცა კონკურენტთან თანამშრომლობაზე და შეთანხმებებზე, ვიდრე პირიქით.
და ეს მისასალმებელი რომ მიუხედავთ იმისა რომ მეორე მხრიდან ხშირად უფრო აგრესიულია რიტორიკას და საკუთარი ქმედებებიც, გარკვეული ქმედებებიც, ჩინეთი ყოველ შემთხვევაში აქამდე და იმედია მომავალშიც ინარჩუნებს ბევრად მშვიდობიან პოლიტიკას და უფრო მეტად მიმართულია თანამშრომლობისკენ, თუნდაც თუნდაც ისეთ სფეროებში, რომელშიც ყველაზე დიდი კონკურენცია აქვთ მათ. ხა წარმოიდგინეთ, ორი ეს ქვეყანა რამხელად წარმატებებს აღწევს, უფრო ცხადია გასაოცარია ჩინეთმა, რაც შეძლო მით უმეტეს უკანასკნელ 20 წელიწადში. მართლა წარმოუდგენელია, მაგრამ ეხლა საერთო ძალისხმევით შეიძლება საერთოდ უზარმაზარ სიმაღლეებზე ავიდეს სოფლიო. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ როგორ ფიქრობთ, საერთო ჯამში ჩვენ პატარა შეჯამება გავაკეთოთ აი ამ ჩვენ საუბარს და გადავიდეთ კონფერენციაზე, იმიტომ რომ დიდი დრო არ გვჭირდება ჩვენ მცირე შეჯამება, გაითვალისწინა თუ არა და გამოიტანა თუ არა გაკვეთილი საერთო ჯამში მსოფლიომ აი მეორე მსოფლიო ომიდან, აი უბედურებიდან, რომელიც დატრიალდა მე-20 საუკუნეში. თქვენ როგორ ფიქრობთ? ისეთ არის, მე მაინც მჯერა რომ კი გამოიტანა და თუნდაც ის რომ შედარებით გლობალური მასშტაბის კონფლიქტი არ გქონია, მათ შორის კი ზოგი ამბობს რომ ეს ატომური იარაღის დამსახურება ასეც არის მნიშვნელოვანწილად, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ამ მემკვიდრეობის გამოცდილებაც რაღაცა მიღებული გამოცდილებაც არის და მე მაინც მინდა მჯეროდეს რომ კი სამყაროს რაღაცა გაკვეთილებია აქ გამოტანილი აქედან, თუმცა მომენტალურად ჩვენ დავანებებთ თუ არა ამაზე საუბარს და დავივიწყებთ თუ არა შეიძლება ისევ მივეცეთ აბსოლუტურ ნულიდან დავიწყოთ იგივე შეცდომების და ტრაგედიების გამეორება. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანი არის მეორე მსოფლიო ომის როგორც ყველაზე ტრაგიკული ალბათ ფურცლის კაცობრიობის ისტორიაში ამის ხსოვნა, პატივის მიგება იმ მილიონობით ადამიანისადმი, რომელიც იბრძოდა და აი ამ დასკვნების გამოტანა, რომ საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, მშვიდობას, თანამშრომლობას, თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. ალბათ ჩვენ საინტერესო პოზიციებს მოусმენთ აი იმ კონფერენციაზეც, რომელიც ჩატარდება 25-ში და 26-ში, აი ახლა რამოდენიმე დღეში ივან თესეუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგეთ როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, თქვენ მოგვიყევით, ესე იგი, რას ემსახურება ეს კონფერენცია, ვინ იქნება ამ კონფერენციის მონაწილეები, ვინ არიან ორგანიზატორები ამ კონფერენციის, მოკლედ აი ესე დაწვრილებით გაინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელსაც, რადიო მსმენელსაც აი ამ კონფერენციის შესახებ. ესე იგი ეს კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული არის ჩინეთის და შორეული აღმოსავლეთის კვლევითი ცენტრის მიერ, რომელიც არის დაფუძნებული ჩემი კოლეგების, მეგობრების მიერ და ამ ორგანიზაციამ, ამ ცენტრმა, მისი ხელმძღვანელი არის ბექანაცვლიშვილი, ასევე ჩემი კოლეგა და კარგი მეგობარი, ამ ცენტრის წევრებმა და კიდე რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის მეც და სხვა ჩვენმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი არის მეორე მსოფლიო ომის. აი ნახეთ, ჩვენ ვისაუბრეთ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის თარიღებზე. აქ დავა არის, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასასრულზე დავა არ არის. ის ყველა ვიცით, რომ მორჩა 2 სექტემბერს, 3 სექტემბერს აღინიშნება ჩინეთში როგორც პირველი რაღაცა მშვიდობის დღე. ანუ ეს მთელი მსოფლიოსთვის არის რაღაც ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის და არა ევროპაში ომის დასასრული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 80 წლის თავი თან მნიშვნელოვანი თარიღია და მიგვექცია ყურადღება და უფრო, ესე ვთქვათ, აქცენტი გაგვეკეთებინა აღმოსავლეთის ფრონტის საკითხებზე, რადგანაც ის ნაკლებად არის ცნობილი საქართველოში და არა და ძალიან რელევანტურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ესე ვთქვათ, ჩინეთთან კავშირები ღრმავდება, არა მე არ გულისხმობ მხოლოდ რაღაცა სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ უამრავი ადამიანი არის უკვე, რომელიც ბიზნეს საქმიანობის გამო, აკადემიური საქმიანობის გამო ჩინეთში მეგობრობა, ნაცნობობა, მგზავრება და აუცილებელია უფრო, ესე ვთქვათ, მეტი ვიცოდეთ ამ უზარმაზარ ცივილიზაციაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ
ერთ ფრაგმენტს ვიღებთ მათი ისტორიიდან და ეს ტარდება 2 დღის განმავლობაში 25 სექტემბერს თესეუში 107 აუდიტორიაში იქნება საკონფერენციო ნაწილი მეც გახლავთ მას შორის მომხსენებელი ჩვენ ვისაუბრეთ ომის პერიპეტიებზეც მის შედეგებზე ასევე აი ჩემი მაგალითად მოხსენების თემა ზუსტად ეძღვნება საერთო ძალისხმევას იმ თანამშრომლობას რომელიც არსებობდა ჩინელ ხალხსა და სხვა ხალხებს შორის ამ აგრესიის წინააღმდეგ ძალიან ესე ვთქვათ დიდი პატივი არის რომ ამ კონფერენციაზე მობრძანდება ჩინეთის ელჩი საქართველოში ასევე ჩინეთიდან არის სტუმარი პროფესორი რომელიც ასევე იქნება ერთ-ერთი მომხსენებელი ამ საკითხებზე ეს არის მთლიანად ესე ვთქვათ აკადემიური ღონისძიება რომელზეც მოწვეულები არიან ცხადია დაინტერესებული პირები მათ შორის საჯარო სფეროდან შეიძლება ესე ვთქვათ პოლიტიკის სფეროდანაც მედიიდან თუმცა იქნება ძალიან ესეთი აკადემიური საუბარი მეორე დღეს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იგივე 107 აუდიტორიაში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება რომელიც ეძღვნება ეს არის ჩინური დოკუმენტური ფილმი რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეძღვნება და ამ ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება მცირე დისკუსია, ესე ვთქვათ, ფილმის განხილვა და მსჯელობა. მართალია რომ ესე ვთქვათ, ადგილები შედარებით შეზღუდულია და ჩვენ რაღაცა სტუმრების სია გვაქვს, მაგრამ ადამიანების თუ ეს იქნებიან დაინტერესებული ადამიანები, შეუძლიათ მობრძადნენ 12 საათზე 25-ში, ხუთშაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ვამბობ 107 აუდიტორიაში და აესწრონ იქნება რამდენიმე მოხსენება, მაგრამ საბოლოო ჯამში გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც, ესე ვთქვათ, მსჯელობა და იქ ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, ესე ვთქვათ, ძალიან აკადემიური ფორმატში ჩაივლის ეს ღონისძიება და მთლიანად ესე ვთქვათ ორგანიზებული არის ამ ცენტრის მიერ, ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის მიერ. ასევე მადლობელები ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამ მხარდაჭერისთვის და ცხადიათ ჩინეთის საელჩოს რომელიც ენთუზიაზმით შეხვდა ამ ინიციატივას. შეგაწყვეტინებთ ჩვენი გადაცემის ავტორი ბატონი გადაცემის წამყვანი ბატონი ბადრი ნაჭყებია არის ახლა პირდაპირ ეთერში ტელეფონის საშუალებით და მოდი დავუთმოთ ეთერი ბატონ ბადრის. ბატონო ბადრი, მოგესალმებით. ბატონო ბადრი, გესმით ჩვენი? დიახ, გესმით. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო ბადრი. ბატონო ბორის, ბატონო სანდრო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ მეც უნდა მივიღო ბატონ ბორისთან და ბატონ სანდროსთან ამ გადაცემაში მონაწილეობა. მე აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ძალიან სერიოზულ თემას ვეხებთ ჩვენ, იმიტომ რომ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ძირითადი მოსაზრება მაინც არსებობს, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1927 წელს, როცა მოხდა მარკო პოლოსთან ხიდთან უკვე სერიოზული შეტევაზე გადმოსვლა იაპონიის ძალების მიერ და ასე ვთქვათ დაიწყო კოალიციების ომი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, აი ბატონმა სანდრომ მოიყვანა 31 წლის წინადადებები, ბატონმა ბორისმა ილაპარაკა ძალიან საინტერესოდ და ჩვენ კონკრეტულად ალბათ ჩვენ ტელემაყურებლებს ვეთქვი და ამიტომ მინდოდა მე ჩართო რომ დაუბრუნდებით კონკრეტულად ამ ინციდენტს და უახლოეს ხანში აუდიოვიზუალურ მასალით წარდგებით მაყურებლის წინაშე. დიდი მადლობა კოლეგებო საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ჩართვისთვის ბატონო ბადრი და ჩვენ ბატონი ბადრიც არის ასევე ვიტყვი მომხსენებელი ამ კონფერენციის, რაც
სასიმონოა და ამ ცენტრის ერთ-ერთი უპირობო ესე ვთქვათ შემადგენელი და ძალიან საინტერესო მომხსენებლები ყავს ყველა აკადემიური სფეროდან, რომლებიც ისაუბრებენ ზუსტად აი მეორე მსოფლიო ომის ამ პერიპეტიებზე, შედეგებზე და ხო, მადლობა კიდევ ერთხელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მადლობა ჩინეთის საელჩოს, რომელსაც აი ბატონი ბადრი დარეკავდა, რომელიც ძალიან დიდი და ენთუზიაზმით შეხვდა ამ კონფერენციას და ინტერესის და მათ შორის მხარდაჭერა გამოხატეს, რომ აი უზრუნველყოფენ ჩვენი კოლეგის ჩინეთიდან პროფესორის ჩამოსვლას და ჩართვას ამ კონფერენციაში. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია სამწუხარო, რომ აქამდე ესეთი სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით თუნდაც აკადემიურ სფეროში არ განხორციელებულა. ჩავთვალოთ, რომ ჩემი კოლეგების და ჩემი ნაბიჯი ეს არის რაღაცა დასაწყისი იმისთვის, რომ ამ ნაწილსაც ისტორიის და სამყაროს სამ ნაწილსაც, რომელთანაც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კავშირები უხსოვარი დროიდან ალბათ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ამოვწიოთ ზედაპლანზე და ეს ზოგჯერ განიხილება ხოლმე რაღაცის სანაცვლოდ მე კიდე ესე ვთქვათ ასევე რაღაცა ჩინური სიბრძნით უდგები რომ ესეთი რამე არ არსებობს საქართველოსთვის აუცილებელია კარგი ურთიერთობების ქონა პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან, მით უმეტეს დიდ ქვეყნებთან და აუცილებელია ჩინეთი როგორც უზარმაზარი სუპერ სახელმწიფო, ჩვენ მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ, გქონდეს უკეთესი კავშირები და ცოდნა გქონდეს ერთმანეთის, მათ შორის ეტაპობრივად ქართული კულტურაც გავაცნოთ და ცივილიზაცია ჩვენ ჩინელ კოლეგებს და მეგობრებს. მე ალბათ ეს კონფერენცია ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის თუ დაისწრებიან სტუდენტები ამ კონფერენციას ისტორიული ფაკულტეტიდან ალბათ საკმაოდ დიდ ცოდნას შეიძენენ აი ამ მიმართულებით და საკმაოდ ბევრს გაიგებენ დღემდე ვთქვათ არც თუ ისეთ გახმაურებულ ფაქტებზე, რომელიც განვითარდა მე-20 საუკუნეში აზიაში. ასე რომ მოდით მე წარმატებას გისურვებთ ამ კონფერენციის ჩატარებაში, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენ რომ ეს ამომ შევაჯამოთ ისევ და ისევ კონფერენციას შევაჯამოთ აი ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ვთქვათ რომ აი ამ მოუტანა სამყაროს არ მხოლოდ ჩინეთს, არ მხოლოდ საბჭოთა კავშირს, არამედ საერთო ჯამში მსოფლიოს, მთელ დედამიწას უდიდესი ტრაგედია და იმედს ვიტოვებთ რომ ესეთი მსგავსი უბედურებები აღარ განვითარდება დედამიწაზე. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, მე უკვე გკითხეთ და თქვენ მითხარით მიპასუხეთ კიდევაც რომ აი მსოფლიომ ნაწილობრივ რა თქმა უნდა ეს გაკვეთილი გაითვალისწინა. მე მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ დღეს თქვენ მოგბრძანდით ჩვენს გადაცემაში, ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენო რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო სოციოლოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ალექსანდრე ცაგარელი. წარმატებები თქვენს კონფერენციას, წარმატებები თქვენ პირადად და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ ეს იყო ობიექტივის ეთერში, ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში გადაცემა ჩინური პანორამა. მე გახლით ბორის მაჟუკოვი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.